სალომე ზურაბიშვილს წესით უნდა ხედავდეთ ის მანდატური სამსახურის პირისპირ დგას აქ ბუნებრივია საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესი არსებობს და აქ მედიის საშუალებით მედიის წარმომადგენლები არიან მობილიზებული ჩვენ პირველებს გვექნება შესაძლებლობა რომ მათედევიძის სასამართლო პროცესი გავაშუქოთ სასამართლოს ხდომა პრაქტიკულად უკვე ხდომათა დარბაზი გადავსებული არის მათედევიძის ოჯახის წევრები იმყოფებიან და სალომე ზურაბიშვილი დგას ახლა რიგში იმისთვის რომ ისენ შესაძლებლობა შემოვიდეს დაესწროს პროცესს მანდატური სამსახურის პირდაპირ დგას ახლა სალომე ზურაბიშვილი აქ მე ვხედავ რომ მანდატური სამსახურის ბოსი ამბობს რომ ადგილები არ არის და არ მისცემს შესაძლებლობა ზურაბიშვილს რომ შევიდეთ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ამას დავაკვირდებით ჩვენ აი ორი ადგილი არისო ასე სწორება შეიტანა მანდატურმა სხვა მანდატურმა მოვიდა ახლა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს მანდატური სამსახურს უთხრა ამის შესახებ და რამდენიმე წამში სხვა გზა აღარ დარჩებათ მოუწევთ სალომე ზურაბიშვილის შემოყვანა ახლა ბატონი დავითი მანდატური სამსახურის წარმომადგენელი თავად შევიდა რომ გადაამოწმოს ინფორმაცია ნამდვილად არის თუ არა ადგილი როგორც ჩანს მას არ სურდა რომ სალომე ზურაბიშვილი შეესვა დღეს პროცესზე თუმცა ფაქტია რომ ახლა ის ამოწმებს ადგილების რაოდენობას და რამდენიმე წუთში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ ნახოთ მიეცემა თუ არა შესაძლებლობა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს დღევანდელ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა და აკვირდეს დღევანდელ სასამართლოს ხდომას. სინდისის პატიმრები და მათედევიძე ერთ-ერთი პირველი იქნება ვიზეც გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს სასამართლომ დღეს დასკვნითი პროცესია გასულ პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა დღეს ადვოკატებმა უნდა თქვან დასკვნითი სიტყვა და მე მაყურებელს ვეთყვი რომ როგორც წესი პრაქტიკა აჩვენებს ამას საბოლოო სიტყვის თქმის შემდეგ მოსამართლეები გადიან სათათბიროდან ადგილზე თათბირით მიიღებენ გადაწყვეტილებას. დღეს ყველა ვარაუდობს რომ დღეს იქნება განაჩენი მათედევის საქმეზე, რადგან როდესაც მოსამართლე სათათბიროთ არის გასული როდესაც მოსამართლე სათათბიროთ არის მას სხვა პროცესის ჩატარების უფლება არ აქვს. აი თქვენ ხედავთ ხმაური არის ახლა ხდომათა დარბაზთან ბევრ ადამიანს სურს რომ მიიღოს მონაწილეობა დაესწროს სასამართლო პროცესს საკუთარი თვალით ნახონ როგორ განვითარდება მოვლენები თუმცა ერთ-ერთ ყველაზე პატარა დარბაზში ტარდება მათ საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს მიუხედავად ამისა და თქვენ კაცი ხედავთ რომ სალომე ზურაბიშვილი შემოდის ხდომათა დარბაზში მათ არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ახლა მას ექნება შესაძლებლობა შევიდეს ხდომათა დარბაზში და ბუნებრივია ჩვენს გვექნება ამის შესაძლებლობა და ჩვენ ბუნებრივია გავაშუქებთ ამ სასამართლო პროცესს. მოკლედ უნდა დაგემშვიდობოთ იმიტომ რომ ჩვენ ვაშუქებთ ამ სასამართლოს ხდომას და პირდაპირ ეთერის მეშვეობით ვეღარ მოგაწვდით ინფორმაციას. მოკლედ ასეთია ვითარება. დიდი მადლობა ნანუკა.